უნდა გითხრათ, რომ მისწრაფება ყოველთვის გქონდა ხელოვნებისადმი. ნორმალურად ხატავდი და მინდოდა აკადემიაში ჩამებარებინა, ვემზადებოდი კიდეც, მაგრამ ჩემი სწავლის პერიოდში ეს იყო ხონის პედაგოგიური მაშინ წულუკიძე იწოდებოდა. პედაგოგურ სასწავლებელში მესამე-მეოთხე კურსზე ვითამაშე სცენაზე როლები. და ისე მომეწონა სცენა, გადავწყვიტე თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ეს იყო საოცრება. მეოთხე კურსზე სადიპლომო სპექტაკლს თამაშობდით ანა ფრანკის დღიურს. იქ თამაშობდი დუსელს, დანტისტს. სპექტაკლს დაესწრო ხუშიტაშვილი. ვასილ ხუშიტაშვილი იყო ასეთი რეჟისორი. ეხლა რა მინდა ვთქვა? აი, ეგ სპექტაკლი რომ ნახა ბატონმა ვასილმა, მიგვიწვია ორი მსახიობი, გურამ ხურცილოვა და მე. ეხლა ასეთ ბრწყინვალე რეჟისორს ვინ არ წაღვებოდა სოხუმში. თან სოხუმი მაცდუნებელი ქალაქი იყო ახალგაზრდა კაცისთვის, მაგრამ ეს მთავარი კი არ იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ თბილისის გარე თეატრებში სოხუმის თეატრი იყო ერთ-ერთი პირველი თეატრი. კარგი რეჟისორი, კარგი ქალაქი, კარგი თეატრი, მეტი რა გვინდოდა? ზღვა. ჩავედით 61 წლის აგვისტოში სოხუმში. პირველი როლი ჩემი იყო ყრუმუნჯია მოხუცი. ყოველთვის მიყვარდა გარდასახვევი. მოხვდი ძალიან კარგ ხალხში. ჩემთან ერთად თეატრალურ ინსტიტუტში აფხაზური ჯგუფები სწავლობდნენ, რომლებიც შემდეგ სოხუმში რო ჩავედი, ჩემი მეგობრები. ეს იყო ნელი ეჟბა, ეთერ კოღონია, სოფა აგუმავა და ბევრი ქალბატონებიდან. მამაკაცებიდან ნურბეი კამკია, ბატონო ჩემო, აგრეთვე ჩინჩორჯენია, შალვა გიზბა, ბევრი რამდენიმე ჯგუფი გამოუშვა თეატრალურმა ინსტიტუტმა აფხაზური. და ამ ჯგუფებს ხელმძღვანელობდა უდიდესი ქართველი მსახიობი აკაკი ხორავა. აკაკი ხორავა ისე ზრუნავდა მათზე, როგორც მამაშვილზე. ეხლა არ დავასახელებ მსახიობს, აკაკიმ დახედა ფეხზე და ნახა ძველი ფეხსაცმელები ერთვა გარღვეული. და მოიგონა, რომ ამოიღო ფული და უთხრა ამ მსახიობს, ჩადი და ბორჯომი ამომიტანეო. ბორჯომის ფულა ძალიან ბევრი ფული იყო, ხურდა არ ამაქვსა და გაატანა. ამოიტანა ამ კაცმა ბორჯომი, ვინც გაგზავნა მსახიობ და ხურდას აწრებს მობრუნ. შემოკარგო კინაღამწამოს და სახელი. შვილო იყიდე ფეხსაცმელები. არ გამოართვა. აი ერთ-ერთი მაგალითი. მერე რა ბედნიერება, ასეთი უზარმაზარი მსახიობი, უდიდესი მსოფლიო რანგის მსახიობი იყო მათი პედაგოგი. აი მე ვახსენე ნურბეი კამკია. წარმოსახვით დიდებული ჰაბიტუსით და ჩავლო ხელი. ხორავა და მოამზადა ოტელო. რაც გამოცდილება ჰქონდა, მას გადასცა და თავისი სული შთაუნერგა. ჩამოვიდა ნურბეი სოხუმში და ბრწყინვალეთ ითამაშა ოტელო. მაშინ სიყვარულით ვიყავით გაჟღენთილი. ჩვენ
ვიჯექით, ბუფეტი ვქონდა, სონას ბუფეტს ვეძახდით და ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით. აფხაზი მსახიობები და ჩვენ. მერე რა მოხდა? ბინა აშენეს, მაიმუნს აშენს, რუსულად აბეზენი პიტომნიკს ეძახდნენ. იმის წინ იცინოდით, რომ იქეთ მაიმუნებია და აქეთ მსახიობები, მეთქით, აფხაზი მსახიობი და ქართველი მსახიობები ამ შენობაში ბინები დაგვირიგეს და ერთად ვცხოვრობდით. მე აქ უნდა ვთქვა, რომ ისტორიულად ქართველი და აფხაზი განუყოფელი იყო. აფხაზი მცნება ქართველებისთვის ლამას ნიშნავდა, მაგრამ სატანას არ ეცინა მესამე ძალა და იცით ეს რომელი ძალაა. მე გავმეორდები, მოდი ვთქვი, 7 კვირა დღე გაყოფილი ვქონდა აფხაზებს და ქართველებს. 3 დღე მათი იყო, 3 დღე ჩვენი იყო. მე 7 დღე გამოსასვლელი დღე იყო. მიუხედავად ამისა, ისინიც პრემიერებს უშვებდნენ, ჩვენს პრემიერებს უშვებდნენ. თუ საჭირო იყო დღის დამატება, თხოვდით, რომ აი პრემიერა გამოსაშვები და დაგვითმეთ. და ისინიც, როცა პრემიერას უშვებდნენ, გვეტყოდნენ არ ყოფნის დღეები და დიდი სიამოვნებით თუთმო. და რა მინდა, ამას ვიტყვი ღმერთის წინაშე. აფხაზურ დაში ხდებოდა რაღაც გაუგებრობა. ჩვენთანაც ქართულ. აფხაზურ და ქართულ დაში არავითარი გაუგებრობა და კონფლიქტი არ მომხდარა. მრავალი წლების განმავლობაში იდგა საკითხი, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრი გახსნილიყო ქართულ და აფხაზურ ენაზე. და დაისვა საკითხი. უდიდესი კომპოზიტორი ოთარ თაქთაქიშვილი კულტურის მინისტრი იყო, დიდებული, როგორც კარგი კომპოზიტორი, ბრწყინვალე მინისტრი გახდა. და ჩამოვიდა, დაისვა ეს საკითხი. რომ ერთად, როგორც დიდი თეატრები აფხაზურ ქართული, მოზარდ მაყურებელთა აფხაზურ ქართული. და დასტური მიიღო თაქთაქიშვილმა და ემზადებოდნენ ოთავე თეატრის შექმნისთვის, მაგრამ ამ დროს მოხდა ის არეულობა, რაც მოხდა აფხაზეთში და მოხდა ისე გახსნეს რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრი. არც აფხაზური, არც ქართული. მე გამახსენდა ის ამბავი, რომ თაქთაქიშვილმა ეს ამბავი ჩამოიტანა და გადავწყვიტეს შემექმნა იქ აფხაზეთში ჯერ კიდევ მოზარდ მაყურებელთა თეატრისათვის საფუძველი ჩამეყარა. მოვიწვიე 2 ქორეოგრაფი, რომელთაც მოსკოვში საბალეტო სტუდია ჰქონდა დამთავრებული. 3 კონსერვატორია დამთავრებული მუსიკის მასწავლებელი. სტუდიაში გაჩაღდა სტუდიური მუშაობა და დავდგა სპექტაკლი. იოზეფ კალავის ამ თარიღს დიდი წერილი მიუძღვნა ნოდარ გურაბაძე. უფრო სწორად ბიჭვინთაში სემინარები ტარდებოდა ქართველი ახალგაზრდა დრამატურგებისთვის და სემინარს ატარებდა ერთ-ერთი მათი ასე ვთქვათ პედაგოგი იყო ნოდარ გურაბაძე. პრემიერა 10 მაისობა. ეს ბრწყინვალე დღეებია სოხუმში. ოლეანდრები, მაგნოლიები, ყვავილები ვარდებით მოფენილი მართლაც დიდებულ ქალაქში, თეთრ ქათქათა ქალაქში, ევროპულ ქალაქში, რომ ეს იყო დიდი ზეიმი. იქ ჩაეყარა ამ თეატრს საფუძველი.
დაიწყო ომი, რომელმაც წაგვართვა აფხაზეთი და სამაჩაბლო. ემზადებოდი მეორე სპექტაკლისათვის. აი, იძულებული ვიყავით, წამოვსულიყავით, ყველაფერი დავთოვეთ. რადიო აპარატურა, ყველაფერი ახალი. აქ შევკრიბე ისევ. იქაური ახალგაზრდობა, სოხუმელი და ის ძველი მსახიობები, რა თქმა უნდა, დავამატე ახალიც და მოხდა ის უკვე რომ დავამთავრო. სახელმწიფო სტატუსი მიიღო თეატრმა. ყველას მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ. მე არ ვამბობ ეხლა რამდენ წელს ვიცოცხლებ, მაგრამ მადლობა მათ აფხაზეთის მთავრობას მოილაპარაკეს და სიხარული მივანიჭოთო ამ გაზა მის სიცოცხლეში. მე არ ვიცოდი სცენაზე ამომიყვანეს და როდესაც ეს გამოაცხადეს, კინაღამ წავიკეც სცენას სიხარული. ჩვენ აფხაზები გვიყვარს. ამის მაგალითი იყო ჩვენი ერთობლივი ცხოვრება, მაგრამ მიყვარს სიზმარში ვხედავ აფხაზებს, ჩემს მსახიობებს, ჩემს მეზობლებს, ჩემს მეგობრებს და აფხაზეთი ძალიან მენა. სიყვარული ყველაფერს დაძლევს, მინდა რომ ბედნიერი ვიყოთ. გვეთამაშოს ის სპექტაკლი ელადოსი, რომელთანაც ამ ნაწარმოებთან ერთად გურამ ოდიშარიას აფხაზეთში დაბრუნება გავაერთიანე, რომელშიც სიყვარულია ასახული ქართველებსა და აფხაზებს შორის, სოხუმის ცხოვრება, გამარჯობა სოხუმო და ეს მეთამაშოს იქ.